იტალიაში იმართება რეფერენდუმი. ქვეყანაში შესაძლოა უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს. რეფერენდუმზე ასევე განიხილება დასაქმებულთა უფლებების საკითხიც. ხმის მიცემა გუშინ 8 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდება. იტალიელებმა უნდა უპასუხონ 5 კითხვას, მათ შორისაა აუჭერენ თუ არა მხარს ბინადრობის პერიოდის 5 წლამდე შემცირებას. იმისათვის, რომ რეფერენდუმის შედეგები არ გავათილდეს, მასში მონაწილეობა ამ უმრჩეველთა 50%-ზე მეტმა მაინც უნდა მიიღოს. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ამ რეფერენდუმის წინააღმდეგია. ის პირველივე დღეს მივიდა საარჩევნო უბანზე, თუმცა ხმა არ მიუწია. მისი თქმით, ამჟამინდელი სისტემა შესანიშნავია და ყველასათვის ღიაა. ახლანდელი კანონმდებლობით უცხოელმა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და არ ჰყავს იტალიის მოქალაქე ოჯახის წევრი, ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი მაინც უნდა იცხოვროს, სანამ მოქალაქეობაზე შეიტანს განაცხადს. მის განხილვას კი შესაძლოა წლებიც დასჭირდეს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დგას სასწორზე. დიდი ინტერესი გამოიწვია უცხო ქვეყნიდან ჩამოსულთათვის მოქალაქეობის მინიჭებას ან დაკავშირებულმა საკითხმა. თუ რეფერენდუმი წარმატებით ჩატარდება, მოქალაქეობის მისაღებად მხოლოდ 5 წელი იქნება საჭირო. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიგრანტებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია იტალიაში მუშაობენ და ცხოვრობენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც ოპოზიციამ და პროფკავშირებამ ხარი დაუჭირეს ამ რეფერენდუმს. იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმის შედგება, იტალიის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა უცხო ქვეყნის 2 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეძლება. რეფერენდუმის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.